მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე მეგობრებო, დღეს განხილვის ვიდეო გველოდება, სანამ ჩემპიონთა ლიგა დაიწყება და პოპკორნს ავიღებთ და თამაშებს უყურებთ და ლუდებს ავიღებთ, მაქამდე ამ ვიდეოს უყურებთ, ამიტომ გავუშვათ უცებ ინტრო და გადავიდეთ საქმეზე. Go. მოკლედ ამ ვიდეოში ვისაუბრებთ ფეხბურთზე მეგობრებო, ესე იგი სეზონი ბოლოსკენ მიდის ნელ-ნელა და ვისაუბრებთ ძირითადად ყველა ლიგაზე, ვინაა წყალწაღებული, ვინ წყალწაუღებელი და ასე შემდეგ. მაგრამ პირველი ვილაპარაკოთ, მოდი უცებ FA Cup-ზე, პრემიერ ლიგაში თამაშები არ ყოფილა, FA Cup-ის პაუზა იყო. აქ ესე იგი მეოთხე ფინალები იყო West Ham-ი, Leeds-ი, Arsenal-ი, Southampton-ი, Chelsea, Portugal, City, Liverpool. გავარდნენ West Ham-ი გავარდა Leeds-თან, Arsenal-ი გავარდა, Chelsea გავიდა Portugal-სთან და City მოუგო Liverpool-ს, ანუ Liverpool-ი გავარდა. ნუ დიდი გუნდებიდან გავარდნენ Liverpool და Arsenal-ი, მაგრამ Liverpool-ი გავარდა Manchester City-სთან და Arsenal-ი Southampton-თან. ამიტომ ეგეც ცალკე საკითხია. ნუ უცებ ვილაპარაკოთ, მოკლედ პენლებში მოიგო Leeds-მა, ხო? პენლებში მოიგო Leeds-მა, გავიდა Leeds-ი, ბრავო Leeds. არაფერი განსაკუთრებული. Chelsea მოუგო პორტუგალის 7-0, გადაუარა თავზე, პორტუგალი აქამდე რომ მოვიდა, ბრავო, წინაზე Sunderland-ი გააგდეს და ეგეც უკვე ის იყო საოცრება. და ნუ City Liverpool-ი, მოდი დავიწყოთ City Liverpool-ით უცებ, იმიტომ რომ მამარდა თამაშობდა City Liverpool-ის თამაშის City Liverpool-ით, ესე იგი, თამაშობდა მამარდა, როგორც ვიცით, City Liverpool-ის თამაშზე. აი მე ბიჭორებს. მოკლედ დავიწყოთ City Liverpool-ით. მამარდა იდგა Liverpool-ის კარში და იდგება სეზონის ბოლომდე, იმიტომ რომ Alisson-ს აქვს ტრავმა ცხოვრებისეული ამ სეზონში და მამარდა დადგა თუ არა, ისევ 4-0 დამთავრდა. ისევ Liverpool-ის დაცვა გაქრა. კონატე გახდა Maguire-ი, ოღონდ საშინელ ფორმაში. Van Dijk კი კახი კალათე. Manchester City Liverpool-ით დავიწყოთ, ესე იგი Liverpool-ი Manchester City იმიტომ ჩვენ საინტერესო რომ მამარდა იდგა კარში და იდგება კიდეც სეზონის ბოლომდე, იმიტომ რომ Alisson-ს ტრავმა აქვს ცხოვრებისეული და მოკლედ მამარდა დგას. დგას და აგებს Liverpool-ი. მამარდა დგას, აგებს Liverpool-ი. ეს არის უკვე ჩვეულებრივი ამბავი. სამწუხაროდ და მამარდას ბრალი არ არის თან. სასიხარულოდ, მაგრამ თან სამწუხაროდ, ანუ დაცვა საერთოდ აღარ არსებობს Liverpool-ის, არ ვიცი. კონატე, Van Dijk-ი, კერკერ საერთოდ ვინ არიან ეს ხალხი. თავიდან ძალიან კაი მომენტები ჰქონდა Liverpool-ს, სადღაც 15 წუთი max. რო ყველაფერი მიდიოდა Liverpool-ის სასიკეთოდ. Salahs ჰქონდა ძალიან მაგარი მომენტი, არ ვიცი, გაჩერდა უბრალოდ. აი რატო არ დაარტყა, რა გააკეთა, არ ვიცი, მე თუ გახსოვთ მიმოხილვა თქვი ადრე და ეხლაც მართლდება, რომ მუჰამედ სალახი Liverpool-მა უნდა გაყიდოს სანამ დროა და სანამ ღირს ფული. აი ამ სიტყვებით მაქვს ნათქვამი და გაგახსენებთ მაგასაც და ეხლაც უკვე ადასტურებს ამას ეგვიპტელი ფარაონი, ყოფილი ფარაონი. მე 11-იანიც გააფუჭა სალახმა, მოკლედ ყველაფერი, აი 11-იანს რო ურტყავდა უკვე ვიცოდი, რო დავინახე სალახი, გამაზული, აი მაგას რო იფიქრებ კაც სალახზე უკვე ხვდებით სალახი რა დონეზეა. და City მოიგო 4-0, გადაუარა, იქ ჰალანდმა გაიტანა 2 გოლი, ნიკო ორაილი მიფრინა, მოკლედ მაგარი თამაში იყო City-სთვის. მამარდასთვის და ჩვენთვის და Liverpool-ის ფანებისთვის რა გითხრათ. Chelsea მოუგო პორტუგალის 7-0, მარტივად არაფერი სალაპარაკო, West Ham-ი Leeds-ზე, როგორც გითხარით, პენლებში გავიდა Leeds-ი. დაძაბული იყო ეს თამაში, მაგრამ Leeds-ი შემდეგ ეტაპზე ნახევარფინალს თამაშობს Leeds-ი და Arsenal-ი გავარდა Southampton-თან. 2-1 წააგო Arsenal-მა. აქაც აი არ ვიცი იგივე. კუთხურები აი არ ვიცი. არ წამოვიდა, როგორც ყოველთვის უკვე მოძველდა ეს ხუმრობა, მაგრამ რა ვქნათ. და Arsenal-ი ჯერჯერობით ისე უტიტულოთ არის. პრემიერ ლიგას მოიგებს ალბათ, თუ იქაც City-მ არ მოუგო, მაგრამ ისევ ტიტული არ აქვს Arsenal-ს, როცა უნდა კონდეს 2 უკვე მინიმუმ. არ აქვს არც ერთი ტიტული, გამოვარდნენ Southampton-თან, ეხლა ლიგაზე აქვს დღეს სამშაბათია, დღეს აქვს თამაში Sporting-თან.
და ნახოთ იმედია მათ მაინც მოიგებენ ან თუ არც მოიგებენ არ ვიცი მოკლედ გადავიდეთ უცებ ახლა ლიგა 1-ზე ლიგა 1-ში იყო 28 ტური PSG ტულზა სტრასბურგი ნიცა ბრესტი რენი ლილი ლანსი ანგელი ლიონი მეცი და ასე შემდეგ მოკლედ საინტერესო თამაშები იყო მონაკო მარსელი იყო საინტერესო თამაში მონაკომ მოუგო მაინც 2-1 მარსელს მეცი ნანტი იყო ჩვენთვის საინტერესო იმიტომ რომ საქართველოს ნაკრები ყავს მეც როგორც ვიცით ნახევარი მაგრამ ნანტის ფეხბურთელმა ესე იგი წითელი ბარათი მიიღო ეხლა გეტყვით ზუსტად რომ მოწუძე 39 წუთზე ხო პირველ ტაიმში მიიღო და მაინც ვერ მოიგო მეცმა აი ძალიან ბევრი შანსი ჰქონდა ძალიან ეჯდნენ თავზე ბოლო წუთსაც არა ვერა მეცმა ვერ მოიგო მაგრამ ნუ 0-0 დამთავრდა ლიონმაც ვერ მოუგო ანგერს 0-0 დამთავრდა აქაც ენდრიკმა ვერ გაიტანა ამიტომ ლიონმა ვერ მოიგო ლანსმა და ლილს შორის მოკლედ რომ აი ლანსი PSG-ს ეწა 3-0 წააგო ლანსმა ლილმა მოიგო და PSG მოუგო ტულუზას 3-1 PSG ისევ პირველზე დემბელემ გაიტანა 2 გოლი ერთი სასწაული გოლი გაიტანა დემბელემ წესი და რიგით აგერ უნდა ამონათდეს ეს გოლი და მეორე გოლი დემბელესი უკვე კვარას პასი იყო თავური თავიდან მეთქი გოლ მეთქი კვარას თავით მაგრამ ნუ მე გამეორებებზე ჩანს რომ არ შედის კარში ნუ ასევე ტულუზამ გაუტანა რა თქმა უნდა 27 წუთზე მაგრამ ეს ყველაფერი საფონოვის ბრალია და PSG ალბათ და დიდი ალბათობით და 99% გააგდებს საფონოვს საერთოდ როგორ მოხდა PSG-ის საკითხავია ეგეც მაგრამ მოხდა და გონსალო რამოსმა გაიტანა ბოლოს ძალიან კარგი გოლი გონსალო რამოსი ძალიან ნიჭიერი ტიპია უბრალოდ PSG-ში სასტარტოში ვერ ითამაშებს და რამე სხვა გუნდში უნდა წავიდეს ჩემი აზრით იმიტომ რომ მართლა ძალიან აი ჟილკიან ტიპია გოლის კაცია მოკლედ ნიჭიერი შემტევია და აქ დრო არ ეძლევა რა და ვერც მიეცემა ჩემი აზრით აი ამ PSG-ში ამიტომ ჯობია რომ წავიდეს გონსალო რამოსი მოკლედ ეხლა ცხრილს რო ჩავხედოთ უცებ ცხრილი არის ეგ პირველზეა PSG, მერე ლანსი, მერე ლილი, მარსელი, მონაკო, ლიონი რა, ეს 6-ეული. ვარდება მეცი სამწუხაროდ, მაგიტო გვინდა მეცის მოგებები. 15 ქულა აქვს უბრალოდ რა 20, 15 ქულა აქვს და თან ნანცე თამაშობენ რომელიც მათზე ერთი წინა, მაგრამ ნუ ნაკლები თამაში აქვს. და მაგიტო იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ ნუ ვერ მოუგეს რა ვქნათ და PSG-ა პირველზე უკვე 4 ქულით უსწრებს ლანსთან ისე რომ -1 თამაში აქვს, როგორც ლანს არის თამაშა, გადაადებინა თამაში. და ლილი ლანსის შორის 9 ქულა მოკლედ PSG ლანსი ლილი ეს არის სამეული და იქ ნუ მესამეზე არის დაძაბულობა ლიონს 48 ქულა აქვს. ასევე რენს აქვს 47 ქულა იქ მე-7-ზე, მონაკოს 49, მარსელს 49. აი 4, 5, 6, 7 ესენი დახოცავენ ერთმანეთს PSG-ს წესი ძის ისევ პირველზე. გადავიდეთ უცებ და უცებ, აი ბუნდესლიგაზე, ძალიან მარტივად, დიდი პროფი არ ვარ ბუნდესლიგის და ბუნდესლიგის აქტუალური მაყურებელი არ ვარ. ბუდუს თამაშების გამო უყურებ ხოლმე ჰაიდენჰაიმს და ნუ ბაიერნი თუ თამაშობს და რამე შეიძლება შევხედო, მაგრამ ისე სიმართლე რო გითხრათ, დიდად ესე ჩახედული ტიპი არ ვარ ბუნდესლიგაში, მაგრამ ნუ გეტყვით უცებ რომ ფრანკფურტი კიოლნი დამთავრდა 2-2, უნიონ ბერლინი სანტ-პაული 1-1, შტუტგარტი დორტმუნდი 2-0, დორტმუნდი სასარგებლოდ, ლევერკუზენმა 6-3 მოუგო ვოლფსბურგს, ბუდუს გუნდმა ესე იგი ჰაიდენჰაიმმა 2-2 ეთამაშა, 2-2 ეთამაშა მიუნხენ გლადბახთან, ბორუსიასთან და ბაიერნი ფრაიბურგზე ვილაპარაკოთ, მოკლედ ბევრი ვარ მივედოთ, მაგაზე ვარ ცალაპარაკოთ და ნუ ბუდუს გუნდზე არ ვიცი, ბუდუ ან არის ისეთ ფორმაში, თან ესა გუნდიც საზღარ ფორმაშია და ასე შემდეგ. მაგრამ ნუ ბაიერნი ფრაიბურგი ეს გამიხილოთ უცებ. მაგამდე გეტყვით რომ ბუდუს გუნდზე რახან იყო საუბარი, ბუდუს გუნდი არის ბოლო ადგილზე თუ არ ვცდები, კი, ბოლო ადგილზეა ბუდუს გუნდი. 16 ქულით წინ ვინც გავს ვოლფსბურგი 21 ქულა აქვს და სანტ-პაულს 25. ამიტომ ძალიან ცუდ მდგომარეობაშია ბუდუ და ბუდუს გუნდი. მაგრამ ნუ რაღაცა იქნება ალბათ. რაც იქნება მეორე ლიგაში ბუდუ დაფრინავდა რა. ბაიერნი მოკლედ რატო არის საინტერესო? აგებდა 2-0 ფრაიბურგთან 71 წუთამდე. და მე-80 წუთამდე აგებდა 2-0 და უცებ 3-2 მოიგო. კარლის პასით ბიშოფმა გაიტანა გოლი, მერე კიდე ბიშოფის დუბლი და მერე კარლის მესამე გოლი. აი, სასწაული იყო უბრალოდ ძალიან მარტივად, აი ბაიერნი, აი მოდი მოუგოთ რა. აი ესე თქვეს და მოუგეს რა. ბაიერნის თამაში
სასიამოვნო სანახავია. მიყვარს, არ მიყვარს, დღეს რეალს ხვდებიან. არ მიყვარს, მაგრამ სასიამოვნო სანახავია ბაიერნის თამაში. წესით მოგებული აქვს ეს ბუნდესლიგაც და კიდე ალბათ 20 და 30-ს მოიგებს. მაგრამ რას ვიზავთ, ბაიერნს ვერ აჩერებენ, ერთხელ ჩაბი ალონსომ გამოგლიჯა ის თასი. მეტი ჯერჯერობით არ ვიცი. გადავიდეთ შემდეგზე, ესე იგი, წავედით. შემდეგი იყოს სერია A. სერიას ასე თუ ბუნდესლიგაზე მეც ვუყურებ. სერიას ნაპოლი მილანი იყო ალბათ თავარი თამაში ინტერი რომასთან ერთად, ნაპოლი მოიგო 1-0. იუვენტუსმა მოუგო ჯენოას 2-0, ატალანტამ 3-0 ლეჩეს და ინტერი რომას 5-2 მოიგო. ინტერმა გაანადგურა რომა, ინტერი ისევ პირველზეა, ნაპოლი მეორეზე, თან არის 5-2 7-ხულიანი სხვაობა. ინტერს და ნაპოლის შორის, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე არიან მილანი და კომო, ფაბრეგასის გუნდი, როგორც იცით, ფაბრეგასი, არ ვიცი, სასწავლო ფეხბურთს ათამაშებს კომოს და იუვენტუსზე მაღლა ყავს გუნდი და რომაზე და რა ვიცი, ვინც გინდა კიდევ თუ გინდა ატალანტა, ბოლონია და ლაციოები, ვთქვათ, ფაბრეგასი გამოდგა ძალიან კაი მწვრთნელი და იმედია ესე გააგრძელებს და კომოდან მე კიდევ უკეთეს გუნდებში ვნახავთ. აქ ერთადერთი კითხვა მინგავა, ესე იგი, მეოთხეზე იქნება ჩეხვა, მოკლედ, კომო იუვე და რომა. კომო უსწრებს 1 ქულით იუვეს, იუვენტუსი უსწრებს 3 ქულით რომას. ასევე ატალანტასაც აქვს შანსები, უკვე ბოლონია არ ვიცი. მაგრამ ინტერი ალბათ ჩემპიონია, რა ვიცი, ახლა რამე თუ არ მოიგონეს, წესით რიგით ეგრეა. მოკლედ ეს იყო რა სერია უცებ მოვიხილეთ, ახლა გადავიდეთ ლა ლიგაზე და ჩემი აზრით თავარ თემაზე ატლეტიკო ბარსელონაზე წავედით. მოვედით მოკლედ ლა ლიგასაც მოვადექით. ეს ვიდეო არ მინდოდა რომ ძალიან დიდი გამოსულიყო და რაღაცა, იმიტომ რომ ეს დაიდება ალბათ 9-ზე. სამშაბათს 9-ზე დაიდება და ჩემპიონთა ლიგა 12-ზე, 11-ზეა თამაშები. ორივე თამაში, ამიტომ არ მინდოდა რომ ძალიან დიდხიანი ყოფილიყო და რაღაც ჩემპიონთა ლიგამდე რომ დასხდეთ ლამაზად უყუროთ ფეხბურთის განწყობა რო შეგექმნათ, ეგ იყო მიზანი და უცებ ვილაპარაკოთ ლა ლიგაზე. ლა ლიგაში 30-ე ტური იყო. ვილარეალმა წააგო ჟირონასთან, მიხაუდაძის ვილარეალმა 1-0, ოსასუნა ალავესი 2-2, ოვიედო სევილია 1-0 ოვიედო, ვალენსია სელტა ვიგო 3-2 სელტა, ხეტაფე ბილბაო 2-0 ხეტაფე, ატლეტიკო ბარსაში 2-1 მოიგო ბარსამ, ბეტისი ესპანიოლი 0-0, მალიორკა რეალი 2-1, მალიორკა, მაგაზე არ მინდა საუბარი და სოსიედადი ლევანტე 2-0 და რაიო ელჩე 1-0 რაიო. თავარი, რაზეც უცებ თქვათ, რომ მიხაუდაძის გუნდმა წააგო ჟირონასთან და დიდად კარგად ვერ გამოიყურებოდნენ, მართლა ჰქონდათ რაღაც მომენტები და რაღაც, მაგრამ ჟირონამ მოუგო ავტოგოლით რა. ჟირონამ რაღაცა ფეხბურთში აჯობა და ძალიან დაჩაგრა და რაღაც არ იყო, მაგრამ ვერ მოახერხა ვილარეალმა მოგება, მაგრამ მაინც მესამე ადგილს იკავებს, ატლეტიკომაც წააგო და ვერ გადაასწრო ატლეტიკომ. ეხლა რომ ვნახოთ, ესე იგი უცებ. ერთი ქულა სხვაობა. ვილარეალია მესამეზე. ატლეტიკო მეოთხეზე 48-47 ქულა აქვს. ბარსა რეალს შორის კი რეალის ამწაგებით უკვე გახდა 7 ქულა სხვაობა. და უკვე ლა ლიგა 90%-ით ბარსასია, რამე თუ არ მოხდა. გილოცავთ ბარსას ფანებს, თუ ესე იყო, თუ არა და რეალის ფანებს, მეც გილოცავთ თუ რამე მოხდა. ესე იგი, რეალი მალიორკაზე უცებ ვილაპარაკოთ. მე ალბათ როგორც ლივერპულზე სალახზე ვთქვი, ხო? ისევე ვთქვი ალბათ, რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელია მბაპე, ძალიან მიყვარს მევასება, ყურება, მაგარი გოლები აქვს, სტატისტიკა, მაგრამ წინაზე ვთქვი, რომ მბაპე როდესაც არ არის რეალის შემადგენლობაში, არ თამაშობს, რეალი თამაშობს ბევრად ლამაზ ფეხბურთს და კარგს. შეიძლება მაგრეალს წაეგო 2-1 მალიორკასთან, მაგრამ ბევრად სანახაობრივს ფეხბურთს ნახავდით, დარწმუნებული ვარ და ბევრად მეტი იქნებოდა, რომ 5 გოლი უნდა გაეტანა ამ გუნდს 6 შეიძლება ეგ ყოფილიყო, მაგრამ ესე კი იყო მომენტები არ იყო, არაფერი ისეთი არ იყო, მალიორკა მოიგო და მალიორკაში გამოყოთ ერთი კაცი, რომელსაც მეორე გოლი გაიტანა, მურიკი, მეგობრებო, ვინც არიცით, ესე იგი მურიკი, აგერ ლა ლიგაში რო გადავიდეთ და ტოპ სკორერი, ბომბარდირები რო ვნახოთ, პირველ ადგილზეა, რა თქმა უნდა, კილიან მბაპე, რასაც ვიძახი, სტატისტიკა მაგარი, მაგრამ შედეგიანობა არ ვიცი და მურიკი მეორეზე. მბაპეს აქვს 23, მურიკს 19 გოლი და მურიკი არის 31 წლის მეგობრებო, კოსოვოელია
და აი არ ვიცი, პრაიმშია რა მურიკი, ამდენი გოლი არ ქონია ცხოვრებაში გატანილი, დაფრინავს რეალსაც მომგები გოლი გაუტანა დამატებით დროში თან 90-ე წუთზე და მოაგებინა თავის გუნდს ვინ ელოდა ახლა მურიკის იმას რა ქვია, გმირობას პირიქით რეალის მოგებას ველოდი მეც და ალბათ ყველაც, მაგრამ რა ვქნათ, ასე მოხდა, რაც მოხდა, ვერაფერს ვერ შევცვლით. გადავიდეთ ახლა ამ მთავარ მატჩზე ალბათ და რა თქმა უნდა მთავარ მატჩზე ლა ლიგაში, ყოველ შემთხვევაში და ალბათ ფეხბურთშიც, ჩემი აზრით, ბარსა ატლეტიკო. შეიძლება სიტი ლივერპული რაღაც, მაგრამ ბარსა ატლეტიკო უფრო აიკონიკია რა, მაინც ისე, სიმეონე და რამე. ხო და მოიგო ბარსამ 2-1, პირველი გოლი სიმეონეს შვილმა სიმეონემ გაიტანა, გაიკვირდებათ ატლეტიკოს მხრიდან და შემდეგ გაათანაბრა რაშფორდმა, რომელიც სანაკრებო პაუზის მერე სანაკრებო პაუზაზე მაგრად აკრიფა მოკლედ იქ ინგლისში და აქაც ეგრე ჩამოვიდა და მერე ბებრმა ლევამ მოაგებინა გუნდს. ლევანდოვსკი ძალიან შედეგიანია ბარსაში მიუხედავად ასაკისა ან რამე ნებისმიერი. ბურთისფლობა ბარსასი, ყველაფერი ბარსასი, მაგრამ ერთადერთი სადაო მომენტი აქ რაც იყო არის ესე იგი, პირველ ტაიმში გაუძევეს იმას რა ქვია, ატლეტიკოს კაცი, გონსალესი, ხოლო მეორე ტაიმში ბარსას ფეხბურთელმა მოაწრო ფეხი ატლეტიკოს ფეხბურთელს, აი ვიდეოს განახებთ. მოაწრო, აი კიდევ კოჭი წაიღო სახში, მეგობრებო, მაგრამ არ დადო საჯმა, არ ამოიღო უბრალოდ საჯმა წითელი ბარათი. თავიდან ამოიღო, გააძევა ეგრევე, დავაიო და ყველა ამბობდა რომ ხო, არაფერი და ვარში უთხეს მივიდა და არაო. გააუქმა წითელი ბარათი. ყვითელი მისა თუ არ ჩემთვის ხო 1000-ზე მეტი პროცენტი იყო წითელი ბარათი. რა მნიშვნელობა აქვს ჯერ კაცი ბურთზე ვთამაშობ თუ რაზე ვთამაშობ? შემილია ბურთზე ვითამაშო და ბამ, კოჭი წაგაზრო, რამე ხო უაზრობაა რა. და არ მიცა, და მერე გაიტანა ლევანდოვსკიმ ბოლოს და რაღაც. ეხლა ერთმანეთის ეს რა თქმა უნდა შეცვლილა თამაშის სცენარს სხვანაირად წავიდო და თვითონ თამაში, მაგრამ ბარსა ვერ მოიგებდა თუ მოიგებდა, ეგ უკვე არავინ არ ვიცით, მაგრამ უსამართლობა არის უსამართლობა. მე შეიძლება რეალის კომაგიო რა თქმა უნდა, მაგრამ ეს რო ეკნა ნებისმიერ კარვახალს ან ვინმე რუდიგერს ვიტყოდი რომ წითელია, აქ უკვე ირთვება ვისი კომაგია რაღაცა, ფეხბურთში თუ თანხმდებით, რომ ეს არის წითელი, შენთვისაც წითელია, ჩემთვისაც წითელია, ხო, ნებისმიერი გუნდისთვის. ეს რომ მომხდარიყო რეალის მატჩზე, ვიტყოდი რეალის ფეხბურთელს, რომ რანაირად არ გააგდეს, მართლები ხართ, მინც იტყოდით, რომ ეს არავის არ გავამართლებდი. ბარსას ფანების კომენტარებით შემხვდა და ასე შემდეგ, ვიცნობ კიდეც ბარსას უამრავ ფანს, ყველა ამბობს, რომ ხო, აბა რა, გასაგდები იყო. ატლეტიკოს რო იგივე ექნა, გაგიჟდებოდნენ, ხო, ისინი. ბარსას მაიმ როგორც ატლეტიკოს ისინი გაგიჟდება, მაგრამ სხვა ჩოლოს არ ქონია დიდად, მე იცის ხოლმე პრეს კონფერენციებზე და იმაზე, თქვენი და საჯი და დიდად არაფერი ის რეაქცია არ ქონია, არ გადარეულა. რავი, არ ვიცი, ჩემპიონთა ლიგა რო ყოფილიყო, ალბათ დალეწავდა ყველაფერს, ჩემი აზრით, არ ვიცი, მაგრამ აქ რა ვიცი. კი, თქვა რომ რაღაც რა, მაგრამ არ გადარეულა, მოკლედ ისე გაატარა რა, თუმცა არაფერი. მოიგო ბარსამ, ბარსა პირველზე ლა ლიგას, როგორც გითხარით, დიდი ალბათობით მოიგებს, თუ რამე არ მოხდა, თუ მოხდა ძალიან კაი, თუ არ მოხდა მოიგებს და მიულოცავთ ბარსას ფანებს. და ძალიან საინტერესო თამაშები იყო, მოკლედ დამეთანხმებით, ეხლა კი ჩემპიონთა ლიგაა და ამ ვიდეოში მოკლედ უცებ პრედიქშენი გავაკეთოთ დღევანდელი და ხვალინდელი თამაშების, დღესაა სამშაბათი კიდე ერთხელ გეუბნებით, რეალი ბაიერნი, არსენალი სპორტინგი. ძალიან მარტივად კუთხურები თუ წამოვიდა არსენალი, თუ არ წამოვიდა სპორტინგი იგებს, მაგრამ სინამდვილეში გონია 2-1, არსენალი იგებს 2-1. ხოლო რეალი ბაიერნზე არ ვილაპარაკებ, რადგან არ დავთარსო, ამიტომ ეგ დავივიწყოთ. ხვალინდელ თამაშებზე კი ისევ ბარსას მოგება მგონია 3-1 ან 3-2 და ასევე ვინ არის ახლა ამომივარდა თავიდან. მოიცადეთ. ფლეშკორ, მოიმე როგორ დამოვიწყო. ხო და PSG ლივერპული მეკავრებო, სუდა მოვიცა კვარა მამარდა, შიმგონია რომ მამარდა წააგებს და კვარა მოიგებს, მაგრამ მამარდა სეივები მაწყობს და კვარას ეთრიკი. არ არის პრობლემა. და წარმატებები კვარასაც და მამარდასაც, რომელმაც არ უნდა იმასაც გამიქარდება, წარმატებები რეალს, რა თქმა უნდა. და წარმატებები ყველას, მოკლედ ყველას ფანებს, წარმატებები ბაიერნის გარდა.
ბოდიში, მაგრამ ესეა და მოკლედ ჩაუჯექით ჩემპიონთა ლიგას. ჩემპიონთა ლიგის ფენტეზის ვიდეოც შეგიძლია ნახოთ, ცოტა ხნიანია მალე იზავთ და თქვენ სულ თამაშობთ ფენტეზის, მოკლედ გავწუროთ ხალხი, გავწუროთ ქულები, გავწუროთ ჩვენი საყვარელი გუნდის მოგებები და მოკლედ შევხვდებით უკვე ჩემპიონთა ლიგის მიმოხილვაში და რიგით შემდეგ ვიდეოში. Peace.